იცოდი, რომ K2 უფრო საშიშია, ვიდრე თვით ევერესტი. K2-ს ხშირად ველურ მთას უწოდებენ. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე გამოცდილი მთამსვლელებიც კი დაუნდობელი ქარიშხლების, ციცაბო და ტინულიანი ფერდობების და შემარწმუნებელი რეალობის წინაშე დგანან. შეცდომისთვის ადგილი არ არსებობს. ევერესტისგან განსხვავებით, სადაც ათასობით ადამიანს უცდია და ბევრს მიუღწევია წარმატებისთვის, K2 გაცილებით უფრო საშიში და მომაკვდინებელი გამოწვევაა. აქ, ამ მოღალატე ქედებსა და თოვლიან ველებზე, ისტორიაში ყველაზე მამაცი ქალი მთამსვლელები ნაადრევად და ტრაგიკულად დაიღუპნენ. ისინი ოცნებებითა და მიზანდასახულობით ადიოდნენ, მაგრამ მათი ბედი მათ კონტროლს მიღმა არსებულმა ძალებმა განსაზღვრა. თოვლის ქარიშხლები, ზვავები და მოულოდნელი დაცემა უფსკროლში. ევერესტზე დაახლოებით 16-დან ერთი მთამსვლელი ცოცხალი ვერ ბრუნდება. მაგრამ K2-ზე ეს რიცხვი იზრდება და 16-დან 4 იღუპება. მთამსვლელების 25% ვერ გადარჩება. ეს დიდი შანსი არ არის და ჩვენი სიის გალებისთვის დღეს ეს საშინელი ბედის წერების კრებულია. როგორც ყოველთვის, გირჩევთ მაყურებელმა სიფრთხილე გამოიჩინოს. უთქვათ, თქვენ დგახართ მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი მთის მწვერვალზე. თქვენ ახლახან აიარეთ 28,241 ფუტის სიმაღლეზე, რაც თითქმის ნებისმიერ სხვა წერტილზე მაღალია დედამიწაზე. თქვენი ფილტვები ჰაერს ითხოვენ და სახეზე გრძნობთ გაკინული ქარის מחვილ ტკივილს. მაგრამ ამ წუთას ეს ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს, რადგან თქვენ ეს შეძლეთ. თქვენ მოახერხეთ. ზუსტად ეს გრძნობა ჰქონდა ლილიან ბერარს 1986 წლის 21 ივნისს. ის იდგა იქ, ზუსტად K2-ის მწვერვალზე, თავის მეუღლე მორის ბერართან ერთად. ქარი ღრიალებდა და თოვლი ყველგან იყო. მაგრამ იმ მომენტში სხვა არაფერი ჰქონდა მნიშვნელობა. ისინი ერთად იყვნენ მსოფლიოს მწვერვალზე. მაგრამ K2-ზე მწვერვალზე ასლა მხოლოდ ნახევარი გზაა. ნამდვილი გამოცდა დაბრუნებაა. როცა ლილიანმა და მორისმა ჩამოსვლა დაიწყეს, ამინდი გაუარესდა. თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე ღრუბელი იყო. შემდეგ კი მკაცრი ქარი ამოვარდა. რამდენიმე საათში ძლიერი ქარიშხალი დაიწყო. წარმოიდგინე ისეთი სქელი თოვლი, რომ ხელიც კი ძლივს ჩანს სახის წინ. ქარი გეწევა და ყოველი ნაბიჯი ბრძოლად გექცევა. კორიზე ქარბუქში ტემპერატურა სწრაფად ეცემა და ყველაფერი თითქოს ნელა მოძრაობს. სწორედ იქ აღმოჩნდნენ ლილიანი და მორისი, დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ მთაზე, თოვლის ქარბუქში გაჭედილები. მათ იცოდნენ, რომ თავშესაფარი სჭირდებოდათ და სწრაფად, ამიტომ ვიწრო თაროზე მოეყარნენ და ერთად მიეკვრნენ ერთმანეთს, ცდილობდნენ გათბობას, სანამ ქარიშხალი მძვინვარებდა. მაგრამ საათები ნელა გადიოდა და ყოველი მომდევნო წამი უფრო ცივი ხდებოდა ვიდრე წინა. გრძნობდნენ როგორ ელეოდათ ძალა, როცა მათი სხეულები მხოლოდ სითბოს შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. ლილიანა ხდებოდა საფრთხეს. მან იცოდა, რომ თას არ აინტერესებდა ვინი ნიყავი ან რა გადაგეტანა უკვე. თას უკვე ბევრი სიცოცხლე წაურთმევია და ეხლა მათკენ მოიწევდა. ქარიშხალი მთელი ღამე არ წყდებოდა. ამიტომ დილითაც კი ისინი ისევ გაჭედილები იყვნენ, დაღლილები და გაყინულები. ისინი ისევ სცადეს მოძრაობა, მაგრამ სიცივე ძალიან ძლიერი იყო. ლილიანის სხეული ითიშებოდა. მას ძლივს შეეძლო ფეხების აწევა. ქარი დაუნდობელი მოჭიდავე იყო. ყველა მხრიდან ურტყამდა და ყოველ ნაბიჯზე უკან ახევინებდა. საბოლოოდ ერთ მომენტში ლილიანე დაეცა. ის ძლიერად დაეცა. წამებში თოლმა დაფარა. მიუხედავად იმისა, რომ მორისი იქვე იყო, გამაბრუებელმა ქარბუქმა ისინი დააშორა. მან სცადა დაეძახა, მაგრამ მისი ხმა ქარის ღრიალში დაიკარგა. მან სცადა წამოდგომა, მაგრამ მისი სხეული არ ემორჩილებოდა. წარმოიდგინე, რომ იქ წევხარ, გრძნობ როგორ აღწევს სიცივე ძვლებში და აცნობიერებ, რომ შეიძლება ვერ გადარჩე. ვინ იცის, რას ფიქრობდა ის? რაც ვიცით ისაა, რომ ბოლო წუთებში მარტო იყო, ირგვლივ მხოლოდ ქარი და თოვლი ჰქონდა. როცა ქარიშხალი საბოლოოდ გადაიღო, მაშველებმა ლილიანის გაციებული და გაყინული სხეული ვიწრო თაროზე იპოვეს, ზუსტად იქ, სადაც ჩანცვარდა. მაგრამ მორისი, მისი ქმარი, დაკარგული იყო. დრეები კვირებად იქცა, მაგრამ მისგან არავითარი კვალი არ ჩანდა. მაშველებს მხოლოდ იმის წარმოდგენა შეეძლოთ, რამდენად შორს წაიყვანა მას ქარიშხალმა. 12 წელი გავიდა, სანამ მისი ცხედარი საბოლოოდ აღმოაჩინეს, მთაზე ბევრად ქვემოთ, ვიდრე ვინმეს ეგონა. ისევე როგორც მისი ცოლი, K2-მაც არანაირი წყალობა არ გამოიჩინა მის მიმართ. ლილიან ბარნარდი იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქალიდან, ვინც ოდესმე K2-ის მწვერვალს მიაღწია. მაგრამ თან მისი სიცოცხლე წაართვა, სანამ უკან ჩამოსვლას შეძლებდა. მინდა რომ მისი ისტორია იშვიათი იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ მრავალთაგან, რომელიც აჩვენებს, რამდენად დაუნდობელი შეიძლება იყოს K2. ჩვენი შემდეგი ისტორია კიდევ უფრო დამთრგუნველია. ის ჯული ტალისის სევდიან შემთხვევას ეხება,
რეჟისორს, დედას და მთამსვლელს, რომელიც არასდროს იხევდა გამოწვევის. მთამსვლელების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებზეც ვსაუბრობთ, ჯული ყოველთვის მთამსვლელი არ ყოფილა. სინამდვილეში მან მთაზე ცოცვის სიყვარული მხოლოდ 40-იან წლებში აღმოაჩინა. მანამდე კი ძიუდოს ინსტრუქტორი იყო. მაგრამ როგორც კი მთაზე ცოცვა აღმოაჩინა, მაშინვე მოიხიბლა. ეს მისი ვნება გახდა, მისი გზა სამყაროსთან დასაკავშირებლად. ის თავის ცოცვებსაც კი იღებდა კამერით, რათა აღებეჭდა უმაღლესი მწვერვალების სილამაზე და საფრთხე. მანამდე, სანამ K2-ის შეუდგებოდა, ჯულიმ უკვე დაიპყრო პლანეტის რამდენიმე ყველაზე რთული მთა, როგორიცაა ნანგა პარბატი და ბროდ პიკი, რომლებიც ორივე 26,000 ფუტზე მეტია. და ის ამას მაშინ აკეთებდა, როცა იღებდა კიდეც, რაც ნიშნავდა, რომ მასთან უნდა ეტარებინა მძიმე კამერის აღჭურვილობა თავისი სამთო აღჭურვილობის გარდა. მას სურდა ეჩვენებინა მსოფლიოს როგორი იყო იქ, იმ თხელ ჰაერში, სადაც ყოველი ნაბიჯი ბრძოლას გავდა. მაგრამ K2 განსხვავებული იყო. ველური მთა საბოლოო გამოცდა იყო. მას შეეძლო ალპინისტის სული გაეძლიერებინა ან გაენადგურებინა. და ჯული ფიქრობდა, რომ ამისთვის მზად იყო. 1986 წლის აგვისტოში ჯული და მისი მეკლდეური პარტნიორი კურტ ტიმბერგერი შეუერთდნენ პატარა ჯგუფს, რომელიც ცდილობდა K2-ის დაპყრობას. იმ დროისთვის, როგორც ჯული, ისე კურტი გამოცდილი მთამსვლელები იყვნენ და კარგად იყვნენ მომზადებულები წინ არსებული გამოწვევისთვის. აღსვლა კარგად დაიწყო და 4 აგვისტოს ისინი მწვერვალზე იდგნენ, ზღვის დონიდან 28,000 ფუტზე მაღლა. ერთ წამს ეგონათ, რომ გაიმარჯვეს, მაგრამ როგორც უკვე იცით, მწვერვალი მხოლოდ ნახევარია. ნამდვილი გამოწვევა ქვემოთ დაბრუნებაა. და სწორედ მაშინ ყველაფერი დაინგრა. როცა ჯული და კურტი დაშვებას დაიწყეს, ამინდი სწრაფად შეიცვალა. მოვიდა ქარიშხალი. ქარის სიჩქარე საათში 60 მილზე მეტს აღწევდა, ხოლო თოვლი ისე ძლიერად მოდიოდა, თითქოს ცოცხლად მარხავდნენ. მათ მოახერხეს მეოთხე ბანაკში დაბრუნება და სწორედ აქ ბნელდება ეს ისტორია. მეოთხე ბანაკი მთაზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბანაკია. ის მდებარეობს დაახლოებით 26,000 ფუტის სიმაღლეზე, იმ ადგილას, რომელსაც მთამსვლელები სიკვდილის ზონას უწოდებენ. ასე ეწოდება იმიტომ, რომ აქ ჰაერი იმდენად იშვიათია, რომ ზღვის დონესთან შედარებით მხოლოდ დაახლოებით მესამედი ჟანგბადია ხელმისაწვდომი. აი რატომ იწყებს თქვენი სხეული ნელ-ნელა გათიშვას, ჟანგბადის ნაკლებობის გამო. ვერ ჭამთ, ვერ იძინებთ და ნათლად ფიქრი თითქმის შეუძლებელი ხდება. ჯული ამას უკვე გრძნობდა. სიმაღლის ავადმყოფობის პირველი ნიშნები ძლიერად დაეთყო. ვინც არ იცის, სიმაღლის ავადმყოფობა მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია ჟანგბადის ნაკლებად ჩასუნთქვით სიმაღლის გამო. ეს ისეთია, თითქოს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი თავის ტკივილი გაქვს. გეცხება თაუბრუსხვევა, გული გერევა და იმდენად სუსტი ხარ, რომ მოძრაობაც კი არ შეგიძლია. მაგრამ ეს აქ არ მთავრდება. twin-ი ჟანგბადის ნაკლებობის გამო იწყებს შეშუპებას, ხოლო ფილტვების სითხით ივსება. ყოველი სუნთქვა ბრძოლად იქცევა, თითქოს ნელ-ნელა იხჭობი. ჯული ამ სიმპტომებს კარგად იცნობდა. მან ეს სიმპტომები ადრეაც უგრძნია და იცოდა, როგორ გამკლავებოდა მათ. მაგრამ არასდროს ასე. ინჯერად ყველაფერი სხვანაირად და უფრო ცუდად იყო. და შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. როდესაც ჯული კარავიდან გამოვიდა ქარბუქში, მან ფეხი დაუცდა ყინულოვან დაქანებაზე, ძლიერ დაეცა და ნეკნები მოიტეხა. კურტმა მას კარავში დაბრუნებაში დაეხმარა და უკან შეათრია. მაგრამ ჯული ცუდ მდგომარეობაში იყო და ტკივილს გრძნობდა. ისინი გაჩედილები იყვნენ და ქარიშხალი შეჩერებას არ აპირებდა. რამდენიმე დღე იმ კარავში დარჩნენ, ერთმანეთზე მიხუტებულები სიცივისგან, ელოდნენ ქარიშხლის დასრულებას. მაგრამ K2-ის ისინი მარცუხებში ჰყავდა, გაქცევის გზა არ არსებობდა. ჯული სწრაფად სუსტდებოდა. ის ძლივს იჯდა, სუნთქვა კი ზედაპირული და ხანმოკლე ჰქონდა. სიმაღლის ავადმყოფობა უარესდებოდა და მის სხეულზე უარყოფითად მოქმედებდა. კურტი ცდილობდა გაეფხიზლებინა, ელაპარაკებოდა და ამხნევებდა, რომ გაეძლო. მაგრამ ის გონებას კარგავდა და ისე ვიბრუნებდა. მისი ტუჩები ლურჯი გახდა და კანი გაფითრდა. ის შიგნიდან იყინებოდა. მე-7 აგვისტოსთვის აშკარა იყო, რომ ჯული დიდხანს ვეღარ გაძლებდა. ის ძალიან სუსტი იყო, მისი სხეული უკვე ძალიან დასუსტებული იყო. კურტმა მისმა პარტნიორმა თქვა, რომ მანახე და ისეთი თვალებით, რომლებშიც ყველაფერი იკითხებოდა. მან ჩურჩულით თქვა, რომ დაღლილი იყო და დასვენება სჭირდებოდა. შემდეგ ქარიშხლის შუაგულში მან თვალები ბოლოსად დახუჭა. კურტი მის სხეულთან დარჩა, ქარიშხალმა კი ისინი გამოკეტა. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ქარიშხალი საბოლოოდ გადაიარა, გადარჩენილებმა გრძელი დაღმართი დაიწყეს. ჯულის სხეული დამატებით თვირთად იქცა, რომელიც მათ აღჭურვილობასა და ჟანგბადთან ერთად უნდა ჩამოეტანათ. მათ მისი დატოვება მოუწიათ მაღლა, პინულიან ფერდობებზე. ეს ნათელი და იმედიანი მოგზაურობის სევდიანი დასასრული იყო.
ჯულის სიკვდილმა ბევრი შოქში ჩააგდო. ის იყო მთავსვლელი, მოთხრობის ოსტატი, პიონერი და დედა, რომელმაც თავის ოცნებებს ბოლომდე მიჰყვა. მან იცოდა რისკები. ყველა საჭირო სიფრთხილე გამოიჩინა. თუმცა გეორიზე მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გამოცდილი ან მომზადებული ხარ. ერთ წამში ექსპერტი შეიძლება უნწეო მსხვერპლად გადაიქცეს. ხანდახან კი გეორიზე ტრაგედიები არ ვლინდება, როგორც უეცარი ქარიშხლები ან სასიკვდილო ვარდნები. ხანდახან ჩუმი საფრთხეები, ისინიც კი, რომლებსაც ვერასდროს ელოდები, ყველაზე მომზადებულთა სიცოცხლესაც კი ართმევენ. და ჩვენი შემდეგი ამბის თავგადასავლელმა ეს ყველაზე მტკივნეულად გაიგო. 2008 წლის ივლისში სესილია სკოგი გეორიზე იდგა იმ 7 თავდაჯერებით, რასაც ელოდები ადამიანისგან, რომელმაც უკვე დაიპყრო დედამიწის ყველაზე მაღალი და ცივი ადგილები. სესილია ავიდა ევერესტზე, დენალიზე და ჩოოიუზე. ამიტომ მისთვის არც საფრთხე იყო ახალი და არც ექსტრემალური პირობები. მან თხილამურებით მიაღწია როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ პოლუსს და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ექსპლორერის გრანდ სლემი შეასრულა. ის გამოცდილი მოგზაური იყო. ის ფიქრობდა, რომ ყველაფრისთვის მზად იყო. მის გვერდით მისი ქმარი იყო. როლფ ბეი, მისი თანამგზავრი მთავსვლელი, რომელსაც იგივე ვნება ჰქონდა. მათ ერთად ბევრი მსვერვალი დაიპყრეს, მაგრამ გეორი მათ გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. ეს არ იყო მათი პირველი შეხვედრა გეორიის დაუნდობელ ფერდობებთან. 2005 წელს ცუდმა ამინდმა ისინი უკან დააბრუნა. მაგრამ ეხლა, 3 წლის შემდეგ, ისინი გადაწყვეტილი ჰქონდათ მწვერვალზე ასვლა. ერთად. მათ აირჩიეს გეორიზე ასვლა, სასენის მარშრუტით, რადგან მას პირდაპირ გზა ჰქონდა მთის სამხრეთ ფერდობზე. ეს მარშრუტი უფრო რთული იყო ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ სწორედ ეს ხდიდა მას მათთვის მიმზიდველად. ასვლა კარგად წარიმართა. მათ რეკორდულ დროში აიარეს მთა და 1 აგვისტოს სესილი და მისი ქმარი თითქმის მთის მწვერვალზე იყვნენ. ამინდი ნათელი იყო და ყველაფერი მათ მხარეს ჩანდა, როცა საბოლოო მწვერვალზე ასვლა დაიწყეს. როლფმა, რომელიც ცოტა დაღლილი იყო და სიმაღლის ავადმყოფობა აწუხებდა, გადაწყვიტა მწვერვალზე ოდნავ ქვემოთ დარჩენილიყო და დაესვენა. მაგრამ ცეცილია და კიდევ ერთი მთავსველი, ლარს ნესი, წინ წავიდნენ, ისტორიის შექმნის ოცნებამ მოტივირებულებმა. ცეცილია და ლარსი მწვერვალზე ავიდნენ 2008 წლის 1 აგვისტოს თვის ბოლოს. ეს ორივესთვის ისტორიული მიღწევა იყო. ამ ასვლით ისინი გახდნენ პირველი ნორვეგიელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს გეორი. მაგრამ ისინი დიდხანს არ დარჩენილან. მათ იცოდნენ მთის წესები, რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნებულიყვნენ ქვემოთ. სინათლე იწყებდა ჩაქრობას და მათ უნდა ემოძრავათ. როლფი, რომელიც ჯერ კიდევ დაღლილი იყო ასვლით, ღიმილით განათდა, როცა ისინი დაინახა. მათი წარმატება უხაროდა. ლარსმა როლფს შესთავაზა წინ წასულიყო დაღმართზე, მაგრამ მან უარი თქვა. ასე რომ, როცა ისინი ჩადიოდნენ, ლარსი პირველი მიდიოდა, როლფი და შემდეგ ცეცილია მის უკან მიყვებოდნენ. იმავე საღამოს დაიწყეს დაშვება. მათი ფარანი მზარდ სიბნელეში ანათებდა. როცა მათი ფარანი სიბნელეს ჭრიდა, ისინი ფრთხილად ჩადიოდნენ ციცაბო ყინულოვან ფერდობებზე. გამოცდილ მთავსლებად იცოდნენ, რომ ერთი შეცდომაც კი საბედისწერო შეიძლებოდა ყოფილიყო აქ. მაგრამ ეს გეორი იყო. ამ ფერდობებზე ზოგჯერ სიფრთხილეც კი არ არის საკმარისი. როდესაც ისინი დაშვებას აგრძელებდნენ, მთაში მოულოდნელად ღრმა გუგუნი გაისმა. ცეცილიას ფეხქვეშ მიწა ძლიერად შეირკა. ცეცილია წაბორძიგდა, ცდილობდა ბალანსის შენარჩუნებას. მან ზემოთ აიხედა ზუსტად იმ დროს, როცა სინათლე აციმციმდა და გაქრა. ცეცილია მხოლოდ შიშით უყურებდა, როგორ მოხდა მის ქმარს როლფს ჩამოვარდნილი ყინული. ერთი წამით იქ იყო, შემდეგ კი გაქრა, მთამშთანთქა. ცეცილია როლფს დაუძახა, მისი ხმა თხელ ჰაერსა და ღრიალა ქარს ებრძოდა. მაგრამ პასუხი არ იყო, მხოლოდ სიჩუმე. ლარსი წინ გაიქცა, სასოწარკვეთილი ეძებდა სიბნელეში მის რაიმე კვალს, ხოლო ცეცილია შოკში და უნდობლობაში გაშეშებული იდგა. ის სასოწარკვეთით იმედოვნებდა, რომ ის უსაფრთხოდ იყო. წუთების საათებად გრძნობოდა, მაგრამ როცა ლარსმა ბოლოს დაუძახა, მისი ხმა კანკალებდა, როცა ის სიტყვები თქვა, რომლებიც ცეცილიას არასდროს სურდა გაეგონა. როლფი აღარ არის. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ პანიკა და გატეხილი გული, მაგრამ გლოვისთვის დრო არ იყო. ცეცილიას მოძრაობა უნდა გაეგრძელებინა. მყარად დამაგრებული თოკები, რომლებსაც ასვისას იყენებდნენ, ან დაფარული იყო, ან განადგურებული აფეთქების შედეგად. მათ მიერ ფრთხილად გავლილი გზა წამებში გაქრა. ის ჩარჩენილი იყო 26,000 ფუტის სიმაღლეზე, სიკვდილის ზონაში და არ ჰქონდა ნათელი გზა ჩამოსასვლელად. მან თავი აიძულა ერთი ნაბიჯი გადაედგა, შემდეგ კიდევ ერთი. მან შოკი და შიში თან ატარა, როცა მხოლოდ ერთ რამეზე კონცენტრირდა,
როგორმე გადარჩენილიყო ჩამოსვლისას. საათები ნელა და მტკივნეულად გადიოდა, როცა სესილია K2-ზე ჩამოდიოდა. მისი ძალა იქლებდა. ფრელი ჰაერი სუნთქვას ართულებდა და მისი სხეული დაღლილობისგან სტკიოდა. მაგრამ ვერ გაჩერდებოდა. იცოდა, რომ თუ არ გააგრძელებდა მოძრაობას, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. ამიტომ თას მიეკრო და ბნელში ნაბიჯ ჩამოდიოდა. იცოდა, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლება მისთვის ბოლო ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეგონა ვერ გადარჩებოდა, მაინც აგრძელებდა გზას. ბოლოს ის მეოთხე ბანაკს მიაღწია, დაღლილი, მაგრამ ცოცხალი. მისი ქმარი და კიდევ 10 ალპინისტი იმ დღეს K2-ზე ყინურის ჩამოვარდნის გამო დაიღუპნენ. ეს დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ დრედ მთის ისტორიაში. სანამ სესილია საბოლოოდ დაბრუნდებოდა საბაზო ბანაკში, ჯოჯოხეთი გამოიარა. მან ისტორია შექმნა და როგორღაც გადაურჩა ამ სასტიკ მთას. მაგრამ ფასი ძალიან მძიმე იყო. ის K2-ზე თავის მეუღლესთან ერთად ასასვლელად იყო ჩამოსული, მაგრამ მხოლოდ კოშმარული მოგონებებითა და გატეხილი გულით დაბრუნდა. ცეცილიას ისტორია ერთადერთი არ არის, რომელიც K2-ის დაუნდობელმა ბუნებამ ჩამოაკალიბა. ზოგი ალპინისტისთვის მთის მოწოდება უფრო ძლიერია, ვიდრე დანაკარგის შიში. შემდეგი ისტორია სწორედ ამას გვიჩვენებს. Alison Hargreaves-მა მთის მოწოდებას უპასუხა და ეს მისი ისტორიაა. წარმოიდგინეთ ესეთი რამ. 1995 წლის ზაფხულია და თქვენ დგახართ K2-ის ძირას. ზევით მის გიგანტურ ფერდობებს უყურებთ. სამოწმენდილია, ჰაერი იშვიათია და იცით, რომ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევას აპირებთ შეეჯიდოთ. სწორედ იქ იდგა Alison Hargreaves-ი, 33 წლის ბრიტანელი მთამსვლელი და 2 შვილის დედა. მაგრამ ის იქ მხოლოდ მწვერვალზე ასასვლელად არ იყო. ის აქ იყო, რომ ისტორია შეექმნა. Alison Hargreaves-ი უბრალოდ ჩვეულებრივი მთამსვლელი არ იყო. მთამსვლელებს შორისაც კი ის სრულიად გამორჩეული იყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ იმავე წელს მან მსოფლიო ყურადღება მიიპყრო, როდესაც გახდა პირველი ქალი, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მარტომ დამატებითი ჟანგბადის გარეშე მიაღწია. ასევე იმიტომ, რომ მან აიღო აიგერის ჩრდილოეთის კედელი ზანთაში, როცა 6 თვის ორსული იყო. ის იყო მიზანდასახული, ვნებით სავსე და უკიდურესად დამოუკიდებელი. ის იყო მთამსვლელი, რომელიც ჯეროდა, რომ ყველაფრის რთული გზით გაკეთებას ამჯობინებდა. ამიტომ, როცა ის K2-ის ძირას იდგა, მისი მიზანი მხოლოდ წარმატებული ასვლა არ იყო. ის გეგმავდა, რომ კიდევ ერთხელ შეექმნა ისტორია. ამჯერად დედამიწაზე ყველაზე მომაკვდინებელ მთაზე რთული გზით ასლით. ჟანგბადის გარეშე, მაღალმთის სპორტერების გარეშე და ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. 1985 წლის ივნისში ელისონმა K2-ის ძირას ჩამოაღწია, მზად იყო მთაზე ასასვლელად აბრუცის შპორის მარშრუტით. ეს მარშრუტი, რომელიც აბრუცის ჰერცოგის სახელობისაა, რომელმაც 1909 წელს სცადა მისი დაძლევა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, მაგრამ ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად რთული გზაა მწვერვალზე ასასვლელად. მან მრავალი მთამსვლელის სიცოცხლე შეიწირა და, როგორც მალე ნახავთ, ადვილი გასაგებია რატო. აბრუცის შვერილი მკვეთრად ამაღლდება K2-ის ძირიდან და დაუნდობელი 11,000 ფუტს. ეს დაუნდობელი მარშრუტია, რომელიც არა მხოლოდ ძალას და გამძლეობას, არამედ წარმოუდგენელ ოსტატობასა და ფოლადის ნერვებსაც მოითხოვს. მარშრუტი იწყება ჰაუსის საკვამურით, თითქმის ვერტიკალური 2000 ფუტის სიმაღლის კლდისა და ყინულის კედლით, რომელიც ამერიკელი მთამსვლელის ბილ ჰაუსის სახელობისაა, რადგან მან პირველად აიარა იგი 1938 წელს. მთამსვლელებს უწევთ საკუთარი თავის ამოყვანა კრამპონებისა და ყინულის ცულების გამოყენებით. ეს მონაკვეთი იმდენად რთულია, რომ მხოლოდ ყველაზე განძლე და მიზანდასახული ადამიანები ახერხებენ მის გადალახვას. და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჰაუსის ბუხრის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება. შემდეგი მონაკვეთია, რომელსაც შავი პირამიდა ეწოდება. ეს არის ლაბირინთი ბასრი, მორკეული ქვებით, რომლებიც შეუძლებელ კუთხეებშია ჩარჯობილი, ხოლო ყინულის ლაქები მინისავით სრიალაა. ყოველი ნაბიჯი უნდა გააკონტროლო და თითოეული დასაჭერი გადაამოწმო. ერთი შეცდომა ან მორკეული ქვა და ყველაფერი დასრულებულია. მთამსვლელების უმეტესობას ნერვების ზღვარზე აქვს, როცა ნელ-ნელა ადიან, რადგან იციან, რომ ერთი დაცემა შეიძლება 1000-ობით ფუტით ძირში აღმოჩნდნენ. მაგრამ ამ ყველაფერმა ელისონი ვერ შეანელა. ის განაგრძობდა წინსვლას, მტკიცე დადიოდა მთაზე, მისი თვალები მწვერვალზე იყო მიფხრობილი. მაგრამ იმ ზაფხულს ამინდი მის მხარეს არ იყო. ქარიშხლები ყოველდღე აოხრებდა მთას, ალპინისტებს კი რამდენჯერმე უკან დახევა უწევდათ. მისი ერთ-ერთი თანაგუნდელი, ასევე ბრიტანელი ალან ჰინკისი, შეძლო ამინდის მცირე გაუმჯობესების დროს მწვერვალზე ასვლა მანამ, სანამ პირობები გაუარესდებოდა. მაგრამ ალისონი არ ჩქარობდა. ის მოთმინებითა და სიფრთხილით გამოირჩეოდა. მან იცოდა, რომ K2 ჩვეულებრივი მთა არ იყო. მე-6 აგვისტოსთვის ელისონმა ორჯერ ავიდა მესამე ბანაკში და ერთხელ მეოთხე ბანაკში.
ყოველ ჯერზე როცა უფრო მაღლა ასვლას ცდილობდა, ამინდი უარესდებოდა. მას მოუწია გაჩერება ოდნავ 26,000 ფუტზე მაღლა. მისი გუნდის უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ჩაელაგებინათ და სახლში დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მან და ექსპედიციის ლიდერმა რობ სლეიტერმა გადაწყვიტეს დარჩენა და კიდევ ერთი ცდის გაკეთება. თამსვლელების უმეტესობა ბაზის ბანაკიდან წავიდა, მაგრამ რამდენიმე სხვა გუნდის წევრი დარჩა. ყველა იმედოვნებდა, რომ კიდევ ერთხელ მიეცემოდათ შანსი მწვერვალზე ასვლის. მე-9 აგვისტოს მათ დაინახეს კარგი ამინდის მოკლე პერიოდი და გადაწყვიტეს სწრაფად ესარგებლათ ამით. გეგმა იყო ამჯერად ბოლომდე, მწვერვალამდე ასვლა. მაგრამ როგორც კი მესამე ბანაკს მიაღწიეს, კატასტროფა დახვდათ. ზვავმა მათი კარვები გაანადგურა. უმეტეს მთებზე ეს იქნებოდა ნათელი ნიშანი იმისა, რომ შეცდომა დაუშვიდა ბანაკი არასწორ ადგილას დააკეне. მაგრამ ეს თეორია. უსაფრთხო ადგილები არ არსებობს. თოვლის ზვავები შეიძლება ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს მოხდეს. ელისონმა და სხვა თამსველებმა საათზე მეტი გაატარეს თოლში ძებნაში, ცდილობდნენ დაეპოვათ დაფარული აღჭურვილობა. როდესაც ბოლოს საჭირო ნივთები იპოვეს, ისინი გაემართნენ მეოთხე ბანაკისკენ, სადაც 11 აგვისტოს უპრობლემოდ მივიდნენ. საბედნიეროდ ბანაკი 4 ჯერ კიდევ იდგა. 12 აგვისტო მშვენიერი ნათელი დღე იყო. ეს იდეალური დღე იქნებოდა მწვერვალზე ასასვლელად, მაგრამ წინა დღის ცოცვისგან ძალიან დაღლილები იყვნენ. ამიტომ გადაწყვიტეს დაესვენათ. მეორე დღეს 13 აგვისტოს დილის 2 საათზე ელისონმა და კიდევ 10 თამსველმა მწვერვალისკენ გასვლა დაიწყეს. თავიდანვე ასვლას პრობლემები ჰქონდა. თოვლი არასტაბილური იყო და ამინდი საეჭვოდ გამოიყურებოდა. 5 თამსველმა გადაწყვიტა დაბრუნება, სანამ ბოთლნეკის კულუარს მიაღწევდნენ. ბოთლნეკის კულუარი ვიწრო და საშიში მონაკვეთია, სვეტია, სადაც უზარმაზარი სერაკის ქვეშ უნდა აძვრე, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოიშალოს არასტაბილურ ამინდში. ეს არის თეორიის ის ნაწილი, სადაც ხვდები, რომ ნამდვილად ბედს ცდი. თამსვლელთაგან ერთ-ერთი, ვინც უკან დაბრუნდა, იყო პიტერ ჰილარი, ევერესტის ლეგენდის სერ ედმონდ ჰილარის ვაჟი. მას ამინდი არ მოეწონა და გადაწყვიტა, რომ დრო იყო უკან დაეხია. მაგრამ ალისონმა გზა გააგრძელა. ის წინ მიიწევდა იმავე მიზანდასახულობით, რომელმაც ევერესტის მწვერვალზე აიყვანა. და საღამოს 6:17 საათზე ალისონი საბოლოოდ ქეიორიის მწვერვალზე ავიდა. ის იდგა ზღვის დონიდან 28,251 ფუტის სიმაღლეზე, დედამიწის ერთ-ერთ უმაღლეს წერტილში. ის იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქალთაგან, ვინც ამას ოდესმე მიაღწია, და ნამდვილად ერთ-ერთი იმ ძალიან მცირერიცხოვან თამსვლელთაგან, ვინც ეს დამატებითი ჟანგბადის გარეშე შეძლო. ეს იყო გამორჩეული მიღწევა, კიდევ ერთი ტრიუმფი ქალისთვის, რომელმაც მთელი ცხოვრება იმაში გაატარა, რომ დაემტკიცებინა, ყველაფერი შესაძლებელია. მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, მაგრამ თბილი და ტენიანი ჰაერის მასა სამხრეთიდან ხეობაში ამოდიოდა და ის მალე შეეჯახებოდა ძლიერ ანტიციკლონს, რომელიც მთის ჩრდილოეთ ჩინეთის მხრიდან უახლოვდებოდა. ქარიშხალი უკვე 5 საათზე დაატკდა პიტერს და სხვა თამსველებს. ისინი ახლო მდებარე ბროდ-პიკიდან ჩამოდიოდნენ, რომელიც ქეიორიზე დაახლოებით 2000 ფუტით დაბალია. მოულოდნელად ის სიცოცხლისთვის იბრძოდა 80-დან 100 მილი საათში სიჩქარის ქარებში. როდესაც თავშესაფრისკენ გარბოდნენ, შეშინებულებმა კაორის გადახედეს. მათ ჯერ კიდევ შეეძლოთ მთაზე ადამიანების დანახვა, რომლებიც კვლავ ცდილობდნენ მწვერვალზე ასვლას. ეს იყო ელისონი და სხვა თამსვლელები, რომლებიც კვლავ მაღლა ადიოდნენ და სრულიად არ იცოდნენ, რა უბედურება ელოდათ წინ. 18-17 საათზე მწვერვალზე ასვლის შემდეგ ელისონმა და სხვებმა დაშვება დადაიწყეს. მწვერვალზე ამინდი ჯერ კიდევ ნათელი იყო და მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა ელოდათ წინ. მაგრამ როგორც გამოცდილი თამსვლელები იცოდნენ, რომ დიდხანს ვერ დარჩებოდნენ. შორს არ წასულიყვნენ, რომ ქარიშხალი სწრაფად წამოვიდა. ეს იყო ქარისა და თოვლის უზარმაზარი კედელი, რომელიც მოულოდნელად დაატყდათ თავს. ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და რამდენიმე წუთში ხილვადობა სრულიად გაქრა. ეს იყო ქაოსი. თამსველები მიმოფანტულებით ცდილობდნენ გზის პოვნას კრემოთ, მაგრამ რადგან არ იყო დამაგრებული თოკები და თავშესაფარი არსად ჩანდა, მათ არ ჰქონდათ გადარჩენის შანსი. მთა ერთ-ერთს მეორის შემდეგ შთანთქავდა, როცა ქარი მათ აიტაცებდა და სამხრეთის ფერდობზე აგდებდა. ალისონთან ერთად იყვნენ 3 ესპანელი, 1 ახალზელანდიელი და 1 ამერიკელი. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა დარჩენილი 5 თამსვლელი მეოთხე ბანაკს ჩაუვლიდა, ისინი კლდის შვერილზე მიგდებულ ჩექმას წააწყდნენ. ის ალისონს ეკუთვნოდა. მათ გადაიხედეს და დაინახეს მისი სხეული მწვანე სამთო კოსტიუმში, რომელიც 1000-ობით ფუტით ქვემოთ ეგდო, იქ სადაც ჩამოვარდა. მათ იცოდნენ, რომ უნდა აეყვანათ მისი სხეული, მაგრამ ისინი ძალაგამოცლილები იყვნენ და მისი ჩამოყვანის გზა არ არსებობდა. ამიტომ ისინი გზა განაგრძეს კრემოთ, დატოვეს ბეს ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალი თამსვლელი იქ, სადაც ეგდო.
ელისონ ჰარგრივსი 23 წლის იყო, როცა ორი შვილი დატოვა, რომლებიც გაიზარდნენ იმის ცოდნით, რომ მათი დედა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მამაცი მთამსვლელი იყო. ის კეორიზე ისტორიის შესაქმნელად მივიდა და ეს შეძლო კიდეც. იმ ისტორიებიდან, რაც აქამდე გაგიზიარეთ, შეიძლება უკვე მიხვდეთ, რატომ არის კეორი ასეთი საშიში და რატომ ითხოვს ის ამდენი მთამსვლელის სიცოცხლეს, მიუხედავად მათი გამოცდილებისა. პირველი, რაზეც ყველა შევთანხმდებით, ამინდია. კეორი ცნობილია თავისი უკიდურესი და გაუთვალისწინებელი პირობებით და ეს ყველაფერი გეოგრაფიასთან არის დაკავშირებული. ხედავთ, კეორი მდებარეობს კარაკორუმის ქედის ცენტრში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გეოლოგიურად აქტიური რეგიონია, რადგან კარაკორუმის ქედი მდებარეობს ორ შეჯახებულ კონტინენტს შორის, რაც ამინდის სისტემების მხრივაც მნიშვნელოვანია. ქარები შეიძლება შუა აზიიდან შემოიჯრას, რაც ყინვიან ტემპერატურებსა და მბრმავებელ თოვლს მოიტანს. ამასობაში ინდოეთის ოკეანიდან მომავალი ზაფხულის მუსონი თბილ და ტენიან ჰაერს ხეობებში ამოწვდის, რაც ძლიერ თოვლსა და საშიშ ყინულოვან პირობებს იწვევს. ეს მდებარეობა კაორის მოულოდნელი და მძაფრი შტორმების მაგნიტად აქცევს. და განსხვავებით ევერესტისგან, რომელიც გარშემო მდებარე მწვერვალებისგან ნაწილობრივ დაცულია მძაფრი ამინდისგან, კეორი თითქმის მარტო დგას და სრულად ღიაა. მთის მკვეთრი დაქანებები სრულად იღებს არასტაბილური ამინდის სისტემების დარტყმას, რაც იწვევს ძალიან არაპროგნოზირებად ამინდს, რომელიც წამებში შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად 2008 წელს მთაზე მძვინვარე ამინდმა გამოიწვია ყინულის ფენის მოულოდნელი ჩამოშლა 26,000 ფუტის სიმიმაღლეზე. ამ ზვავმა ერთ დღეში 11 მთამსვლელის სიცოცხლე შეიწირა და მრავალი სხვა დააზიანა. და სამწუხაროდ, რელიეფის არასტაბილურობა თითქმის შეუძლებელს ხდის იმის წინასწარმეტლებას, ტყუილებას როდის ან სად შეიძლება ასეთი შემთხვევები მოხდეს. და არის თავად მთის ფორმაც. კეორი ცნობილია თავისი მკვეთრი ღია ფერდობებით. სხვა ბევრ მაღალ მთასთან შედარებით, კეორის თითქმის არ აქვს რბილი დაქანებები ან ბრტყელი ადგილები. მწვერვალზე ასასვლელი მარშრუტები უკიდურესად ტექნიკურია და ალპინისტებს უწევთ ვერტიკალური ყინულის კედლებისა და უზარმაზარი გადმოკიდებული სერაკების შემოვლა. ერთი ფეხის მოცდენა, ერთი პატარა შეცდომა შეიძლება ალპინისტი 1000 ფუტით ქვემოთ დააგდოს. და შემდეგ არის სიმაღლე. 28,241 ფუტზე კეორი მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი მთაა. როგორც ადრე ვახსენე, ამ სიმაღლეზე ჟანგბადის დონე დაახლოებით მესამედია იმასთან შედარებით, რაც ზღვის დონეზეა. ეს არის ცნობილი სიკვდილის ზონა, სადაც ადამიანის სხეული ვერ ეგუება ჟანგბადის ნაკლებობას. ყოველი ჩასუნთქვა ბრძოლად იქცევა, რაც სხეულს ნელ-ნელა გათიშვისკენ მიხავს. ეს არის ნელი სიკვდილი, რაც უფრო დიდხანს დარჩები იქ, თოვლის ზვავების ან ამინდის ცვლილებების მიუხედავად. მთამსვლელები ხშირად განიცდიან სიმაღლის მძიმე ავადმყოფობას, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა თავის ტკივილი, გულისრევა და დაღლილობა, მაგრამ მდგომარეობა შეიძლება ბევრად უფრო დამძიმდეს. სიმაღლის ფილტვების შეშუპება, HAP, ავსებს ფილტვებს სითხით, ხოლო სიმაღლის ცერებრალური შეშუპება, CSE, იწვევს ტვინის შეშუპებას. ორივე შეიძლება სასიკვდილო იყოს დაუყოვნებელი დაშვების გარეშე. და კეორიზე დაშვება ხშირად უფრო ადვილი სათქმელია, ვიდრე გასაკეთებელი. სხვადასხვა ევერესტისგან, სადაც ყოველ სეზონზე ასობით მთამსვლელი ადის, კეორი ბევრად ნაკლებად პოპულარულია. უახლოესი სოფელი რამდენიმე დღის სავალზეა, ხოლო მთა შორსაა ნებისმიერი დიდი ქალაქის თუ საავადმყოფოსგან თუ საავადმყოფოსგან. ეს იზოლაცია ნიშნავს, რომ თუ რამე არასწორად წავა, როგორც ხშირად ხდება, შველა გარანტირებული არ არის. თუნდაც ვერტმფრენებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოძახება, საკუთარი სირთულეები აქვთ, მაგალითად, არაპროგნოზირებადი ამინდი და გასაშვები ადგილის ნაკლებობა. მთამსვლელებმა იციან, რომ როგორც კი ასვლას დაიწყებენ, ძირითადად საკუთარ თავზე არიან დამოკიდებული. ბოლოს, კეორის უკიდურესი სიცივე და ქარის სიგრილე სასტიკ გარემოს ქმნის. გაკენვა ხშირია, ხოლო სიცივე ისეთ მარტივ ამოცანებსაც კი, როგორიცაა თოკის დამაგრება ან ხელთათმანის ჩაცმა, თითქმის შეუძლებელს ხდის. როცა ტემპერატურა ეცემა და ქარი ძლიერდება, ისეთი შეგრძნებაა თითქოს ჰაერი თავად გჭრის. კეორიზე ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებ, სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. რა ჩაიცვა, რა აღჭურვილობა წაიღო და როდის გააგრძელო გზა, ან როდის დაბრუნდე უკან. ეს ყველაფერი ერთად კეორის აქცევს ნამდვილ გამოცდად ადამიანის გამძლეობის, უნარისა და ნებისყოფისათვის. ეს არის მთა, რომელიც შეცდომებს არ პატიობს. მთა, სადაც ყველაზე პატარა შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ეს არის ადგილი, სადაც ბუნების რისხვა შეიძლება ყველაზე ძლიერ მთამსვლელებსაც კი გადააჭარბოს და ისინი მთის ნებაზე დატოვოს. ამ ყველაფრის ცოდნის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ექსპედიციები კეორიზე უფრო უსაფრთხო გახდეს? გამიზიარეთ თქვენი აზრი. გმადლობთ ყურებისთვის და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. დარჩით მამაცები და იცხოვრეთ გამბედავად.